ბატონო ივანე, როგორც ვიცით, მიწების პრივატიზაცია დასასრულს მიუახლოვდა და დაიწყო მიწების გადასახადების აკრეფა. თუ შეიძლება ამ პროცესის შესახებ გვესაუბროთ? დიდი სიამოვნებით. თითქმის 90% მიწებისა ქარელის მოსახლეობაზე გადაცემული არის ქალაქის ტერიტორია. რამაც ძალიან დიდი შეღავათი გაუკეთა ხალხის სოციალური გაჭირვების დროს და მაყოფილია მოსახლეობა. ის გამო რომ მიწის ფართობები თითქმის ყველა ოჯახში შეხვდა. ნორმები გათვალისწინებული რა თქმა უნდა. რაც შეეხება მიწის გადასახადს, სამი წელია მიწები გადაცემული არის პრივატიზაციაში და გადასახადი არ გადაუხდიათ მოქალაქეებს. არც არავის არ მოუთხოვია გადასახადი, არც იყო დადგენილი. მაგრამ თვლით მეც და ჩემი კოლეგებიც ყველა რომ საჭირო იყო ეს გადასახადი გაკეთებულიყო აქამდეც. დადგა ჟამი გადაიხადოს მოსახლეობამ ის გადასახადი, რაც არის განსაზღვრული ჰექტარზე. რა თქმა უნდა, ქარელის ტერიტორიაზე. რაც შეესაბამება. საგადასახადო სამსახურთან ერთად ჩამოყალიბდა გადასახადების ამკრეფი ინკასატორები, ვთქვათ, მოლარეების სამსახური, რომელიც მუშაობენ საგადასახადოს სამსახურთან ერთად, ხდება გაწერა რა ფართობს ფლობს მოქალაქე. მიდიან მისამართებზე, გასაგებული მისამართებზე, სადაც ცხოვრობენ, ვიზაც არის გაწერილი, რა თქმა უნდა, ეს თანხა. ახდენები გადასახადს. რასაც ძალიან კარგად შეხვდა ქარელის მოსახლეობა. იმიტომ რომ ეს უკვე ის ფაქტია, როცა გადასახადს იხდი, ეს არის ნამდვილად საკუთრება და ეს არის ხდება იმ დღიდან, იმ წუთიდან ხდება ფლობელი ამ მიწისა. გარკვეული ნაწილი ძალიან დიდი სიხარულით შეხვდა ამ პროცესს. გადასახადზე რაც შეეხება რომ ითქვას გადასახადს არ არის დიდი გადასახადი. ეს არის მინიმალური თანხა. არა უფრო მინიმალური თანხა მოსახლეობას. თვითონ მოსახლეობაც დამეთანხმება მასში, რომ ჰექტარზე დაახლოებით $20 არის ძალიან შეღავათიანი ფასი იმასთან შეფარდებით თუ რაც უნდა მოიყვანოს მოქალაქემ გლეხმა, მიწათმოქმედმა იმ მიწაზე. ქარელის პირობებში ჰექტარი ალბათ არავის არ აქვს და შესაბამისად მეასეთებზე იქნება გადასახადი. რა თქმა უნდა, გადაყვანილი იქნება ეს თანხა შესაბამისი კურსით. ჰექტარი არავის არ აქვს ქარელში და გადავიან გარშემო დაახლოებით $10,000 რო აქვს ჰექტარზე რო $20 არის გადასახადი, $10,000-ზე იქნება $2 და შესაბამისი კურსით სამსახური საგადასახადო სამსახური ახდენებს იმ თანხას, რაც უნდა გადაიხადოს ხალხმა. ახლა სოციალურად უჭირთ ხალხს, ძალიან უჭირთ. მოგეხსენებათ ჯერ კუპონის ძალაზე და მერე ბიუჯეტის სიღარიბის გამო კიდევ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ხელფასები რო არის გაცემული, ცოტა ამაზე ხალხი რაღაც თავს იკავებდნენ გადასახადის გადახდაზე. კი არ იკავებდნენ თავს, უბრალოდ არ აქონდათ ეს თანხა. ახლა ვინც ხელფასი აიღო, ვინც რაღაცა მოიყვანა, გაყიდა გლეხმა, ახლა გლეხის საქმიანობა მოგეხსენებათ. ისინი უკვე ძალიან დიდი სიხარულით ზოგი თვითონაც მოდის და იხდის ამ თანხას. რა თქმა უნდა, ახლა ეუბნებიან ამ სამსახურის ხალხს. რა დღეს არ მაქვს და თუ შეიძლება რომ ხალხი უძანდით ზედ მოდით ერთი კვირის მერე მოდით, მერე მექნება, მერე გადავიხდი. მოკლედ უნდათ რომ გადაიხადოთ ეს. ეს იჯარით აქვს ხალხს აღებული გადასახადი ამასაც შეეხება გადასახადი. იჯარით ვიზაც არის მიწები გაცემული, გადასახადი ყველას ეხება, რა თქმა უნდა. შეღავათები რამე არსებობს? შეღავათები ახლა
რა ფართობი არის გაცემული იმაზეა დამოკიდებული. როცა გადასახადი ეხება სარწყავ ფართობს, იმაზე სხვა თანხა არის გადასახდელი. როცა არის დაუშვათ